მოგესალმებით ძვირფასოთელი მაყურებლებო საღამოშვიდობის დღეს ორშაბათია საღამოს 8 საათი მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ ეთერშია გადაცემა ანალიზის დრო დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ბატონი ტრისტან წითელაშვილი რომელიც გახლავთ გენერალ-მაიორი და სამხედრო ექსპერტი მოგესალმებით ბატონ ტრისტან მადლობა სტუდიაში მობრძანებისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის მოგესალმებით მიესალმებით ჩვენს მაყურებელს სრულიად საქართველოს მიდან მეულოცო აღდგომის დღესასწაული წინვალი აღდგომის დღესასწაული თითქოს გაგრძელდება და ნეტთვის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ლოცვებში და უნდა ვიყოთ ყოველთვის უფალთან და უნდა ვიყოთ ქრისტეს მფარველობის ქვეშ. გილოცავთ კიდევ ერთხელ თქვენ და თქვენს ოჯახს სრულიად საქართველოს გფარავდეთ ქრისტე ღმერთი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ დაემუქრა საქართველოს რა ხდება ბატონ ტრისტან რომ უფრო განვავრცოთ ეს თემა საერთოდ რასთან გვაქვს საქმე მოდი პირველ რიგში სწორად მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს რა ხდება და რა არის და არა ისე როგორც ახლა დღეს ეს ლიბერასტული ტელეარხები და ეს ლიბერასტული პოლიტიკური ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას აწოდიან ჩვენ საზოგადოებას მარია ზახაროვა კი არ დაემუქრა საქართველოს. მარია ზახაროვა ძალიან სწორად ახსნა ყველაფერი. ის განცხადება რა განცხადებას მარია ზახაროვამ გააკეთა საქართველოს მიმართებაში მე მაგალითად აღვიქვი ის ძალიან სწორად და რა კონტექსტში და რატომ. ჯერ აქ არის და გამოდიან და ამბობენ ოფიციალური პირები აკეთებენ რაღაც ისეთ განცხადებებს, რომელი განცხადებებიც კი არ ანეიტრალებს იმ დაძაბულ სიტუაციას რუსეთთან, პირიქით უფრო ძაბავს. საგარეო საქმეთა მინისტრის საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის განცხადება, ხალბატონი ბოჭორაშვილის განცხადება. და სხვა დანარჩენი კიდევ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხედველობაში ყავს ოფიციალური პირები ქართულოსნების, რომ არ გავა დღე და ყოველ დღიურად უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში, შევდივართ ევროკავშირში, ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს არის რეალი ყოველ იმაში რა, კვირაში ამ ტელევიზიებით, ხო? ამავდროულად ჩვენ არ დავждებით რუსეთთან. არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებთ დიალოგს. ჯერ დაგვიბრუნონ ტერიტორიები, მერე მოგვიხადონ ბოდიში და ამის შემდგომ უკვე ჩვენ დავждებით რუსეთთან და ვისაუბრებთ. ბიჭო, ტერიტორიები თუ დაგიბრუნეს და ის ბოდიში თუ მოგიხადდეს, მერე რაღაც კიდე პოლიტიკური დიალოგიდან საერთოდ საქართველოს ტერიტორიაზე აღდგენასთან დაკავშირებით დიალოგი, ხო? ანუ მერე უნდა შენ იფიქრო და მინისტრები რაღაც ეკონომიკურ საკითხებში იმგეში და ამ ეკონომიკურ კუთხით იმსაუბრონ რუსეთთან, მაგრამ ეს ხო აბსურდული არის, რომ რუსეთი ამნაბიჯ არ გადადგამს, მაგრამ ეს ამათაც კარგად იციან. ძალიან კარგად იციან ამათაც. მაგრამ მე რომ ვამბობ და მე რომ ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ ესენი არიან სწორედ სოროსის მიერ გამოჩეკილი ლეკვები, რომლებიც არიან ჩანერგილი ხელისუფლებაში. ესენი არიან იმ დასავლეთის ლიბერასტული პოლიტიკური ლიდერებისა და ხელმძღვანელების მიერ დატრეინინგებული ლეკვები, კაიგე, რომლებიც ამოცანაც არის უნდა დაძაბონ სიტუაცია რუსეთთან და ვიყოთ მუდმივად დაძაბულ რეჟიმში. ეხლა ნახოთ და არ დაგვაუწყდეს ბატონო ტრისტან რომ მეორე ფრონტის გახსნაც უნდათ. გეტყვით ეხლა მე ყველაფერს აგიხსნით. ეხლა მარია ზახაროვმა რა თქვა? შენ როდეს ჯერ თქვათ ის ევროკავშირი დღეს ეომება რუსეთს. ევროკავშირი არის დღეს პოტენციალური მოწინააღმდეგე რუსეთის ფედერაციის. ამერიკის შეერთებული შტატები ჩაეხსნა ამ პროცესს. ეს ოფიციალურად გააკეთა განცხადება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე მისმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ამბობენ და ამაყობენ ამით, რომ დიახ, ეს ჩვენ გავაკეთეთ და ამით ჩვენ ჩავეხსენეთ უკრაინას. ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპას შეაჩეჩა ხელში ეს ყველაფერი, რაც თავის ძოზე ერთობლივად დაიწყეს ეს დოფხალი რუსეთის წინააღმდეგ და ამ იარაღად გამოიყენეს უკრაინა, ჩაეხსნა უკვე ამას ამერიკის შეერთებული შტატები. ამავდროულად მთელი ევროკავშირი პირდაპირ მომართული არის და მოქმედებს
რუსეთის წინააღმდეგ. ის როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით და ასევე ადამიანური თვალსაზრისით ის ეხმარება უკრაინას. და უკრაინასთან ერთად დგას და ბრძოლობს რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ევროკავშირი დღეს არის მტერი რუსეთის. და ევროკავშირი დღეს მოქმედებს უკრაინელების ხელით რუსეთის წინააღმდეგ, ხო? ახლა შენ ამბობ, რომ მე უნდა გავხდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ანუ შენ როდესაც ხდები უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ის ვალდებულებები, რა ვალდებულებებიც აქვს ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს, ეს ვალდებულებები გეკისრება შენს უკვე. შენს. ნახე? უკვე შენც უნდა ჩაება რუსეთის წინააღმდეგ ომში. შენც უნდა გახსნა აქ ქარხნები, რომლები ქარხნების დაამზადებენ დრონებს და გამოიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ, რაც ახლა ევროკავშირში რამოდენიმე ქვეყანა არის და ჩამოთვალა უკვე ჩამონათვალი არის რუსეთის ხელისუფლებამ, ამაზე გააკეთა განცხადება, ეს რა 4-5 ქვეყანა არის, რომელი 5 ქვეყანაშიც აწარმოებენ დრონებს, რომელი დრონებიც მოამვარაგონ უკრაინას და უკრაინამ შესაბამისად ეს დრონები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში, ხო? ანუ რუსეთმა პირდაპირ თქვა და გააკეთა. ჩვენ ვიცით ეს ქალაქებიო, სადაც ეს ქარხნებია გახსნილიო. და ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად. ანუ რას ნიშნავს ეს განცხადება? ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად. როგორც კი ეს დრონები, რომელი დრონებიც შემოვა უკრაინაში და უკრაინა გამოიყენებს ამ დრონებს უკვე რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმეში, აი სწორედ იმ ქარხნებს დაარტყამს რუსული რაკეტები. ანალოგიური მოხდება ჩვენთანაც. ახლა მე ვეუბნები ჩვენს მაყურებელს. ყველა ის ვალდებულებები, რა ვალდებულებების გააჩნია ევროკავშირის ქვეყნებს. როდესაც შენ გახდები ამ კავშირის წევრი, შენს უკვე კეთილი უნდა ინებოდა შეგასრულებიებები. აი ეს გამორიცხული არის, რომ შენ რომელიმე ვალდებულება დირექტივა არ შეასრულა, ხო? შეგასრულებიებები. პირველი რომ ის იქნება, რომ მეორე ფრონტს გაგახსენებინებენ აგრე ქვეყანაში, ხო? ეს. მერე შენ მათთან ერთად უნდა ჩაებო და უნდა დაეწყო ის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება უკრაინაზე, რასაც აწვდის ევროკავშირის ქვეყნები, ხო? რაც ჩვენ არ გაგვაჩნია აბსოლუტურად, ხო? შემდგომ ახლა ავიღოთ. უნდა დაექვემდებარო სანქციებს. რა სანქციებს აკისრებ რუსეთს ერთი მითხარი. ანუ შენ თავს აკისრებ სანქციებს. ეხლა მე მეუბნები ჩვენს მაყურებელს და მე მეუბნები აი ამ ვაი პოლიტიკოსებს, გაიგე? ხორბალის 70 თუ 80% რუსეთიდან შემოდის და ამით იკვებება საქართველოს მოსახლეობის მთელი, მათ შორის ის ოპოზიციონერებიც, რომლებიც დღეს გაქევია, რომ აი მარია ზახაროვამ რა განცხადება გააკეთა, ხო? საწვავი ენერგორესურსები მთლიანად რუსეთიდან შემოდის 70%, ხო? რასაც სახშირობივა ის ოპოზიციონერი ის იქნება რა ქვია ღვაშაძე იქნება თუ გვარამია იქნება თუ გირჩი ჯაფარიძე იქნება თუ სხვა დანარჩენი ძმანი და დანი მისი და ბოკუჩავები და ასე შემდგომ შუქს რო ანთებს რუსული არის. გას რო ანთებს რუსული არის. მანქანაში ბენზინი შეასხავს რუსული არის, ხო? შემდგომ იქ გარდირებს რო გამოაღებს და იქ რაღაც მაცივარს რო გამოაღებს და იქიდან კვების პროდუქტებს გამოიღებს და პურს გამოიღებს რუსული არის. ნახევარზე მეტი. ყველაფერი აბა რა არის, კაცო, რუსულია ნახევარზე მეტი ყველაფერი, ხო? აი ეს ყველაფერი შეგიწდება, ბატონო კოტე. აბსოლუტურად. და დარჩები გაღიმებული. დარჩები გაღიმებული კი არა და გაღიმებული კიდევ ადვილი ეს არის რა. გამოვლენდა მთელი საქართველოს მოსახლეობა, რაც არ გამოდიოდა ქუჩაში, ხო? რაც არ გამოდიოდა ქუჩაში, იმაზე 10-ჯერ მეტი გამოვა და გადაყლაბავს, გაიგე რა შეასახე, ამას გიზავს. შენ უკვე სახვეწარი გაგიხდება რუსეთთან, გაიგე? შენი ჭირიმია, ღონდ ეს არ გამიკეთო. მერე ბაზარი, რუსული ბაზარი. მთელი დასავლეთ საქართველო დღეს თუ რამე ესე იგი მოდის ისე სოფლის მეურნეობის კულტურა რუსეთში იყიდება. ამავდროულად ღვინოების 80%, ქართული ღვინოების 80% რუსული ბაზარი არის. გაიგეთ?
ლიმონადის 80% რუსული ბაზარი არის. ნაბეღლავი, ბორჯომი, კოკა-კოლა, წყლები, სულ რუსული ბაზარი არის. თუნდაც ციტრუსებიც ავიღოთ. ხო, ყველაფერს გეუბნები. ანუ ჩვენ ვართ მთლიანად ჩამოკიდებული რუსულ ბაზარზე. ესეც ყველაფერი შეგიწყდება. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთზე გვიდგა სული. აბსოლუტურად ეს ყველაფერი ჩაგეკეტება, კაიგე რაშია საქმე. შემდგომ ტურისტები, რომელებიც ძირითადი, ესე იგი, მასა შემოდის რუსეთიდან ტურისტები, ხო? და ამით ვითარდება საშუალო ბიზნესი. ანუ საოჯახო სასტუმროები, რომლებიც დღეს ამ რუსი ტურისტებით სურდმულობენ. ტაქსები, რომლებიც დღეს ამ რუსი ტურისტებით სურდმულობენ მეტი ნაწილი, ხო? რესტორნები, კაფეები, მიტანის სერვისი, სუპერმარკეტები, მინი სუპერმარკეტები რუსული ტურისტით არის, სულ, ხო? ესეც ჩაგეკეტება. გასცემს გარკვეულებას მისი ხელმძღვანელობა და ვთქვი, მორჩა, საქართველოში არავითარ შემთხვევაში ერთი ადამიანის არ შევა ტურისტი, გაიგე? მე ისინი ხო იცი როგორ განმორჩილი ხალხი არის. დამთავრებული საკითხი, დაიკეტება ყველაფერი. ბატონ დღესთან სცენარი, როგორი სცენარის განვითარებას ელოდებით ცოტა ხანში? ეს არა, გეტყვით ახლა. ეს რაც მე ვთქვი ახლა, ხო? რაც მე ვთქვი ახლა. ეს რომ საქართველოში მოხდეს სცენარის და იმ პოლიტიკური ტემპერატურების და იმ ქაოსი, რომელიც განვითარდება ქვეყანაში, ეს იქნება ყველაფერი მონაგონი. საშინელება წავა ქვეყანაში. პირველო თლიანად მთელი ქვეყანა მოიცავს ქაოსს. რატომ მოიცავს ქაოსს? იმიტომ რომ შემოსავალი აღარ ექნება რაფერი აბსოლუტურად ადამიანს, გაიგე? შუქი არ აქვს, გაზი არ აქვს, პური არ აქვს, საწვავი არ აქვს, ხო? აბსოლუტურად ყველაფერი ჩაკეტილი არის. ამ შემთხვევაში გამოვა უკვე დაჯგუფებები შეიქმნება, რომელიც დაჯგუფებებიც იბრძოლებენ არსებობისათვის. ანუ მოიპარავენ. მოპარვა, ყაჩაღობა, მკვლელობა, რავი, საშინელებები წავა. ანუ დაიწყება სრული ანარქია. ანარქია დაიწყება და 90-იანი წლები მონაგონი იქნება. აი 90-იანი წლები ძალიან კარგად მახსოვს. როდესაც ეკონომიკური კრიზისი იყო ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ აი მაშინ კიდევ რაღაცად სუნთქავდით, გაიგე? და სადარბაზოების წინ, შენ პატარა ბიჭი იქნებოდი მაშინ. სადარბაზოების წინ ვიდექით და კოცონებს ვანთებდით და იქ სუპებს ხარშავდით და ასე ერთობლივად კოლექტიურად რაღაცას ვაშვებოდით, ხო? აგროვებდით. ხო, და ერთმანეთს უზიარებთ, მაგრამ ანალოგიურად იყო იგივე დაჯგუფებების შექმნილი, რომელიც დაჯგუფებების საშინელებებს ჩადიოდნენ ქვეყანაში, მაგრამ ახლა უფრო მეტი აგრესიულები იქნებიან. მარტო ხელისუფლებაზე კი არ იქნებიან აგრესიულები. ადამიანები ერთმანეთზე დღეს როგორ გათიშული არიან ერთმანეთს დღეს ადამიანები. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პროცესი ქვეყანაში, ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება და მათი ერთობა არ მოხდეს და მათი გაერთიანება არ მოხდეს. ამიტომ ის წენა აქვს ადამიანს ისე გულში, გაიგე? ხო და ეს მოგიდებს იმ იარაღს ხელს და იმას რომ მიადგება ღამე და დაადგება თავზე იარაღით, ხო? ხო მაშინ გაუთვალისწინებელი შემთხვევაში ის მოხდება, იქ ანალოგიურს გააკეთებს, იმან ხომ უნდა დაიცვას თავი. ეს არ მოხდეს სრულ ანარქიას. ეს თქვა მარია ზახაროვამ, გაიგე? და არა ეს რომ ჩვენ და მათ ჩაგეკეტავთო. რა მოყვება ამ პროცესსო, გაიგე? ეს თქვა. რა მოყვება? ხო, ანუ ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ამ ევროკავშირში გაწევრიანების ძაღლით. ჯერ სად მიდიხარ, რომელ ევროკავშირში მიდიხარ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ამათი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ევროკავშირი უნდა დაეშალოს. ხო? თვითონ ევროკავშირში არ არის სრული ზაობა, ხო? ევროკავშირში. თვითონ ევროკავშირი არის სერიოზულ პრობლემებში. ხო, ხედავთ დღეს ამ მდგომარეობა არის. როგორც კი ირანის კრიზისი დაიწყო, სად წავიდა საწვავის ფასები და როგორ დღეში არიან დღეს ევროკავშირის მოსახლეობა. და რა ფასები წავიდა და როგორ ყველაფერმა აბსოლუტურად მთლიანობაში ზრდა დაიწყო ფასებისმა და მოსახლეობაზე ეს ამან მოსახლეობა მიიღო აქედან ძალიან დიდი დარტყმა, ხო? ამას ჩვენ ხო ხედავთ, ხო? დღეს ასე თუ ისე რაღაცა ჩვენ იმ გლობალურად არა ვართ ჩართული ამ კრიზისებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავი გაგვაქვს და ამ თავის გატანასაც ჩვენ აი დიდი ძალისხმევით უკვე ვეჭიდავებით, ხო და ეხლა აღარ უნდათ
მე კიდევ მიმართავ გაცნობ ქართული ოცნების ზოგიერთ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს და თუნდაც პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ცეცხლზე ნავთს მოასხამენ და ნუაკეთებენ იმას, რომ მართლა ერთშენიერ დღეს რუსეთმა გადაგვიკეთოს თავი და ბოლომდე ყველაფერი და შემდგომ ეს ხალხი თქვენ მოგადგებათ, იცოდეთ. დამიჯერეთ, მეწუდეთ. ვერც ბოჭორიშვილი გაასწრებს აქედან ვერსად, გაიგე? და ვერც ის პოლიტიკოსები და ვერც ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ვერც ის პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც დღეს 24 საათი არიან გამოკრული ტელეეკრანების წინ და ეძახიან, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და რუსეთმა უნდა დაგვიბრუნოს ტერიტორიები, რუსეთმა უნდა მოგიხადოს ბოდიში, ის არ დაგიბრუნებს შენ ტერიტორიებს, იცოდე, თუ შენ არ გააქტიურდი და არ დაიწყე შენ მასთან რაიმე ტიპის და რაიმე სახის დიალოგი და არ ჩადები მისი ინტერესები აი ამ ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით სანაცვლოდ. ხო და არის ამის შანსები და არაერთხელ იყო რომ ჩვენ დღესაც ეხლა გასაგებია მარია ზახაროვმა რომ გააკეთეს გაცემა, მაგრამ მანამდე იყო წინსწრებითი განცხადებები რომ ისინი მზად არიან და ამბობს ამას ლავროვის უწყება ამას რომ ამბობს ესე იგი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ამას რომ თუ ოსები, აფხაზები და ქართველები მოძებნიან საერთო ენას, ჩვენ მზად ვართ ჩავებეთ ამ პროცესებში და დავიწყოთ ერთობლივად იმ კრიზისის მოგვარება, რა კრიზისის წინაშე დღეს რუსი, აფხაზი, ოსი და ქართველი. მეტი რა გითხრას ახლა ამ ადამიანმა, შენ რა გიდა ვერ გავეგი ახლა ის გინდა რომ კიდევ ხელახლა ამოაყირავოთ ყველაფერი და კიდევ ახალი ტერიტორიები დავკარგოთ ამ თქვენი უგნური და გაუთვალისწინებელი განცხადებები და გამომდინარე? რასი დიპლომატი ხარ, ჯერ შე ვერ გავიგე. აბა სად არის დიპლომატია შენი და მოქნილობა შენი და ლავირება შენი? ქალბატონო ბოჭორიშვილო, რას აკეთებ, ვერ გავიგე. რა დაგატრეგინეს ასეთი რომ პირდაპირ ცეცხლზე ნასვლას ხამ და საქართველოს მოსახლეობას უფსკულისკენ მიექანები შენი განცხადებებიდან გამომდინარე. შენ დღეს პირიქით თავდაყირა უნდა ედგე. თავდაყირა უნდა ედგე და შენი უწყება უნდა იყოს ჩართული იმ პროცესებში, რომ როგორმე რაღაცნაირად კონტაქტები გქონდეს. ისეთი კონტაქტები, რომელი კონტაქტების საფუძველზეც რაღაც უარყოფითი განცხადებები ან ერთი მხრიდან ან მეორე მხრიდან წამოვა, რომ ეს დააბალანსო და დაარეგულირო და არ გავაღეზიანოთ ისედაც გაღეზიანებული და ისედაც გაბრაზებული მეზობელი ჩვენი, ხო? ვის ვეჭიდავებით ხალხო? ვის ვეჭიდავებით? აგერ ხომ ხედავთ რამდენი ქვეყანა ებრძვის რუსეთს? ამერიკის შეერთებულმა შტატებამ რომ შეხედა რომ არაფერი არ გამოდის მასთან, ხო? ათულა ჩაეხსა. თუ ეხლა თქვენ ახსნით ამერიკელებს, ახლა როცა უპირატესობაში არის, ისინი რას აკეთებენ? და როგორი ესე იგი გაშმაგებული იმოქმედებენ ბოლომდე, მაგრამ შეხედეს რომ აქ უკვე ისინი არიან ძალიან რთულ და ძალიან წამგებიან პოზიციაში და ბოლომდე არ გაიფარჩაკეს და არ გაიპაზორეს თავი. და ახლა ევროპას ნახე რა მდგომარეობაში არის, ხომ ხედავთ? და რას ევროპა და რა ევროკავშირი? ევროკავშირი ეკონომიკური ისა, ეს კავშირი, როცა უკვე საუბარი არის გაერთიანებულ სამხედრო იმაზე, სამხედრო იმის შექმნა, უწყებების შექმნა, ეს არის ეს ეკონომიკური კავშირი, უკვე მიმდინარეობს ამაზე, უკვე ევროკავშირმა შეხედა რომ ვეღარ გამოდიან ამ კრიზისიდან და ამ ციხიდან და ეხლა უნდათ რომ როგორც უკრაინა დაღუპეს, ისე დაღუპონ თავიანთი ქვეყნები, ხო? ღმათ არიან შეტოპილები ისინი. ვერაფერს ვერ უშვებიან რუსებს, კაცო. ვერაფერს ღიად პირდაპირ გეუბნებათ, მე არ მეშინი ამ ჩემი განცხადების. რუსები არიან დღეს ყველა მიმართულებით უპირატესობაში. მათ შორის ირანშიდაც. და არ გეგონოთ თქვენი მარტო ირანელები ბრძოლობდნენ და ომობდნენ და მარტო ირანელები მართავდნენ იმ პროცესებს, რა პროცესებიც დღეს ირანში მიმდინარეობს. მთელი მართვა მიდის რუსეთის გენერალური შტაბის მხრიდან. და მთელი ეს მოქმედებები რას კი ირანში ხდება და ეწინააღმდეგება იმ ამერიკულ და ისრაელთან წამოსულ რაკეტებს, ხო? რუსული ქოლგაა თავი და ბოლომდე და ჩვენ გვეუბნებით და ჩვენ გვიბიძგებთ ეხლა რომ დავეტაკოთ რუსებს და რუსები საერთოდ აღარ შემოვლენ საქართველოში, გეუბნებით აღარ ჭირდებათ მაგათ საქართველოში სიღრმისეულად ჩამოსვლა. აგერ არიან ცხინვალში, საქართველოს ტერიტორია ცხინვალის და აგერ არიან აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორია არის, სადაც თქვენ გააკეთეთ ეს, იყო სამშვიდობო კონტინგენტი და შემოაყვანინეთ ძირითადი სამხედრო საბრძოლო ქვედანაყოფები, რომლებიც არიან თავი და ბოლომდე აღჭურვილები
იმ შესაბამისი ტექნიკთან შეერაღებით, რომლითაც ისინი მთელ კავკასიას აკონტროლებენ. აი, სახანძე მიიყვანა უგნურმა პოლიტიკამ და უგნურმა გადაწყვეტილებებმა საქმე, როცა შეიძლებოდა ამ კრიზისიდან ქვეყანა გამოსულიყო თავის დროზე და შესაბამისი სწორი პოლიტიკური კურსი აერჩია ამ ქვეყანას. რაც არ უნდა ახლა იფართხალონ ბატონო კოტე ამათთან და იძახონ რომ ჩვენ ვართ აი პროდასავლელები და პროამერიკელები და ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ურთიერთობები, ხო? არაფერი არ გამოუვათ. მე ვიცი ზუსტად რა, არაფერი არ გამოუვათ უკვე. უკვე იქ ზემოთ გადაწყვეტილია საკითხები უკვე. ჩვენ სად უნდა ვიყვეთ? და რომელი კურსია გაღებული საქართველოს? ეს ნათლად ჩანს უკვე და შენ რაც უნდა ეწინააღმდეგო ახლა და რაც უნდა აიძახო ევროკავშირი ვერ გახდები ვერც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ანუ რა ზემოთ დაწერილია ეს ყველაფერი მოხდება. ვერ ხო მოყურეთ ახალი გადანაწილება მიდის. ახალი გადანაწილება სოფლიოში მიდის ახალი გადანაწილება. ვინ სად მოხდა? ამას კარგად ხედავთ უკვე ჩვენ და ეს ნათლად ჩანს, ხო? ამიტომ ახლა ჩვენ ისე კი არ უნდა ვიმოქმედოთ რომ თავ ჩაკენდრულები მივიდეთ და ასე თითისკენ წინ გვესაუბროთ. პირიქით, თავაწეულები უნდა ვიყოთ. როცა ჩვენ ყოველთვის ვიყავით თავაწეულები და ვაჟკაცურად ვიდექით და აბსოლუტურად არასდროს ჩვენ არავის მუხლებში არ ჩავარდნათ, რა. ჩვენი გონივრული პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენი ლავირებებიდან გამომდინარე და ჩვენი იმ დიდი ხედვებიდან გამომდინარე, ამას ყველაფერს ვაკეთებდით. საწავიდი ეს ყველაფერი. სად გააქვეს ეს ყველაფერი, ეს რესურსი სად გააქვეს, რომელი რესურსიც გქონდა საქართველოს თავის დროზე. მოსპეს, გაანადგურეს და მაპატიე და აი დაჩმურების გზაზე მიიყვანეს უკვე საქართველო. აი ეს არის რეალობა. და სამარცხვინო არის დღეს რომ ქუჩაში გაევლი და ასეთ ადამიანებს უყურებ, გაიგე, რომელი ადამიანების ვეღარ აზროვნებენ, გაიგე? არ იყო ასეთი საქართველოს და არ იყო ასეთი ქართველი ხალხი. ასეთი დაჩაჩანაკებული არ ყოფილა არასდროს, გაიგე და ეს მიიყვანა სწორედ დასავლეთმა, გაიგე ამ მდგომარეობაში, ჩვენი ქვეყანა. აი სწორედ ამ პოლიტიკა მიიყვანა ამ მდგომარეობაში. იმ არასწორმა გადაწყვეტილებამ მიიყვანა ამ მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თაობა და ჩვენი შვილების თაობა მოსპეს უკვე, აღა არ არის, ვიო, მორჩა. შენ მარტო ფუტლი არია ადამიანები დღეს. შინაგანად სიცარიელეები აქვს მათ, გაიგე? გაიანა, გაგამოვიდნენ კაბინეტებიდან და ნახონ ქუჩაში რა მდგომარეობა არის და როგორი თაობა დაიარება დღეს ქუჩაში და როგორი ხალხი დაიარება დღეს ქუჩაში. მე ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მეტი ნაწილი ასე არის დღეს. მეტი ნაწილი. ადამიანები მეტმეს ღრნიან, ჭამენ. მე ქართველი ხალხი ასეთი არ მინახია. არ მინახია ესეთი გაბოროტებული და ასეთი გაუბედურებული ქართველი ხალხი მე არ მინახია ცხოვრებაში. დღესაც რასაც ვხედავ მე და დღეს როგორც ესე იგი არის და როგორ ესე იგი მიდგომები საერთოდ დღეს ქართველ ადამიანებს თავიანთი ოჯახებისა და თავიანთი შვილების მიმართ და თავიანთი ქვეყნის მიმართ. ესეთი რამე, ეს საშინელება, ეს კატასტროფა არის. ამით ჩვენ ძალიან მალე დავიღუპებით. უკვე უმცირესობაში ვართ. აღარ ვარდება ერი. მორჩა. ქორწილება შემცირებული არის. შობადობა შემცირებული არის. ჩვენს მაგიროთ სხვა შემოდის. ჩვენს ადგილს სხვა იკავებს. ირანელი, პაკისტანელი, არაბი, თურქი, ჩინელი და ასე შემდეგ. ტაილანდელები. ესენი არიან უკვე ნელა და ეს თუ გაგრძელდა კიდევ 1-2 წელიწადი, ხო? ჩვენ უკვე აღარ ვიარსებებთ. ამიტომ არის საჭირო ჩვენ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამ სწორი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე გადავარჩინოთ ჩვენი ერი, ჩვენი ბერი, ჩვენი მომავალი, ჩვენი წარსული რა ჩვენმა წინაპირებმა დაგვიტოვეს, გაიგე? რომელსაც დღეს ერთი ხელით მოსვით ანადგურებენ, ხო? განათლება ფუნდამენტურად არის შესაძლებელი, გაიგეთ რაშია საქმე კაცო. კი, კარგი არის, მივესალმები განათლების მინისტრს, ფორმები შემოიღო სკოლაში, ფორმები. ეს გარეგნულად ყველაფერი კარგია. გარეგნობა კარგია, მაგრამ შინაგანად სულიერად გააძლიერე და სულიერად გამოკვებე შენი მომავალი, რომ მან იგრძნოს თავი, რომ ის არის საქართველოს შვილი და არა ფუტლი არის. ეს არის გასაკეთებელი. დავამახინჯეთ ყველაფერი. განათლება დავამახინჯეთ. ხელოვნება დავამახინჯეთ. რა იყო, რა საშინელება იყო ეს? რა სტურვამ გააკეთა? ვეფხვის ტყაოსანი, გინახია პორნო ვეფხვის ტყაოსანი? ეს ხო საშინელებაა. რობერტ სტურვამ გააკეთა ეს ამას ეს ხო საშინელებაა. ჩვენ კიდევ დაწყარებული
ესე შვიდად უყურებთ და იქ დაიარებიან ამ სპექტაკლს და ბრავო ვიწარქიან და ისეთი ადამიანები რომლებიც ქართულობაზე დებენ თავს. გაიგე რა შესაძლოა კაცო. სირცხვილი ეს. სოფლიო აღიარებს ვეფხის ყაოსანს. და სტალინმა რა გააკეთა იცი? ათარგმნინა 1000 ენაზე. წარმოიდგინე, რატომ იცი? იმიტომ ქართული კულტურა გაეგო სხვა ქვეყნებსაც. აბა, და თარგმანს თვითონ აკონტროლებდა. თვითონ ამოწმებდა. რამდენად სწორად ითარგმნებოდა ეს ყველაფერი. და მათ შორის რუსულ ენაზე ათარგმნა, რუსებსაც წაეკითხათ ვეფხვის ყაოსანი, რა ვართ ქართველი? ხო. და ეს რა? ფრანგულ ენაზეც ანათარგმნი არ დაგვაუწყდეს. ხო, ეს რა არის? ეს რა გააკეთეს? მე რო დღეს ახლა განათლების ისა რა ქვია, კულტურის მინისტრი იყო, დღესვე დავწერდი განცხადებაზე და გადავდგებოდი. იმიტომ რომ რობერტ სტურუამ შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ კულტურას, თლიან საქართველოს, ქართულ ისტორიას და თლიან საქართველოს. და დადგებია და ბრავო უძახიან. პორნოგი და თქვენ აი ვინც ბრავოს იზახით, ხო? აი ზუსტად ეგენი ხარ, თქვენ რომლებიც ღუპავთ საქართველოს. და ამ ცხოვრებით ცხოვრობთ, რაც ვეფხვის ყაოსანი აჩვენეთ დღეს იმაში რაღაცა ქვია, თეატრში. და აი საქართველო. აი სადმიდი საქართველო. სადმი ეკანება საქართველო. და საერთმიდი საქართველო. ეს არის შენი ევროკავშირი. აი ეს არის რობერტ სტურუასაც უძახოდნენ რომ აი პრორუსი კი არა ის რა ქვია ლიბერასტი საქართველოს ტერია ბატონო ლიბერასტი გამოდგა კაცი ხო უყურებთ აგერ ლიბერასტი გაიგე და გაალიბერასტა თელი ისა რაღაცა ვეფხის ყაოსანი აი და გააკეთა და ასე კიდევ სხვა მარტო ამ მიმართულებით კი სხვა დანარჩენი მიმართულებები და სხვა დანარჩენი კიდევ ის კულტურის საკითხები იყოს გინ ისტორია ხო ამოაყირაეს საერთოდ და გაანადგურეს საერთოდ ხო ეს ყველა ხელოვნება ყველაფერი ეს ხო თავდაყირა დააყენეს გაიგეთ აშია საქმე მოსპეს ეს ყველაფერი და მას გეუნება შენ სახაროვა გაიგე მეც კი აფერს გეუნება შენ თუ იქ წადი და შენ თუ იქ შეხვედი ეს დაგემართება უკვე შენ ამიტომ გონზე მოდით და აზზე მოდით რა საკეთებთ სწორად იფიქრეთ ნუ დადიხართ რაღაცა ჯანდაბაში და უბედურებაში ხო და მოდით ჩვენთან და დავჯერთ და ვისაუბროთ ხო როგორ დავალაგოთ ჩვენი მომავალი ცხოვრება ასე ვთქვა ზახაროვა შანსს გვაძლევს რო ზახაროვა კი აგვაძლევს შანსს ჩვენ გვაძლევს პუტინის შანსს და ლავროვი გვაძლევს შანსს და გვეუბნება რომ მოდით და ვისაუბროთ ხო მოდით და ვისაუბროთ როგორ შევირიგოთ ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები ამას გეუბნება ხო მე ამაში დაგეხმარებით და რა ისე რაღაც კაიაკალასი გვეუბნება ჩვენ და სხვა დანარჩენი ლიბერალური პოლიტიკური ლიდერები რომ თურმე ჩვენ არავითარ შემთხვევაში დიალოგზე არ უნდა წავიდეთ რუსეთთან და უნდა ვიყოთ ასე ფეხი-ფეხ შემოდებული და უნდა ველოდოთ როდის ჩვენ პუტინი დაგვიბრუნებს ლანგარით იმას რა ქვია ჩვენს ტერიტორიებს რომლებიც დღეს არის დროებით ჩამორთმეული ხო ამას ხო თავისებური ის ჭირდება კაცო გონივრული გადაწყვეტილებები ჭირდება ხო და არა ეს ყარტაყურდა განცხადებები რასაც ესენი აკეთებენ და რასაც ესენი მოქმედებენ რა ეს არ არის შეგნებული მოქმედება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის კი ბატონო ეს არის მტრული ნაბიჯი რასაც ესენი აკეთებენ რომ ყოველ წუთში ასე აღეზიანებენ ყოველ წუთში ასე აი ძაღს ღობის გადაღმავა ჯოხ შეუჩიჩხიან და არასვენებ ამ ძაღს გაიგე და სულ ასე გაბრაზებულ მდგომარეობაში ყავს ერთშენია დღეს გადმოხდება იმ ღობი და იმ ზაღლი გაიგე ჩაგავლებს იმ კბილებს და დაგგლიჯავს გაიგე აი ეს უნდა დამათ გაიგე აი ეს უნდა ერთხელ ხო დაუშვეს შეცდომები და ასე ჩვენი ისტორიული ტერიტორიები რომელი ისტორიული ტერიტორიები დღეს ჩამოგვაგლიჯეს დედასო კედიდან შვიდს მოაგლიჯავ გაიგე ესე მოგვაგლიჯეს გაიგე ერთხელ ხო დაუშვეს ეს შეცდომები გაიგე ვისი ბრალია ეს ყველაფერი ვინ გააკეთეს ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ ეს ყველაფერი ხომ შეიძლებოდა ჩვენ ყველაფერი ის რაც 92 წელს მოხდა რაც 2008 წელს მოხდა ეს თავიდან აგვეცილებინა შეიძლებოდა როგორ არ შეიძლებოდა მაგრამ შეგნებულად გააკეთეს ყველაფერი, გაიგე, რომ ამ მდგომარეობაში და ამ სიტუაციაში ყოფილიყავით, გაიგე და ესე პინგ-პონგის ფუთივით ვეთამაშებინეთ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. აი ამას გეუბნება ჩვენ მარია ზახაროვა, რომ ერთხელ სამუდამოდ უნდა ჩვენ შევიგნოთ და გავითავისოთ, რომ ჩვენ დღეს ვართ სერიოზული პრობლემების წინაშე. და აი ეს პრობლემები ასეთი არასწორი გადაწყვეტილებებით არ მოგვარდება და არ დალაგდება. ასე ურთიერთ დაპირისპირებებით არ დალაგდება. დღეს ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა.
რომელი ერთობას არ არსებობს და არ იქნება არასდროს, მანამ სანამ ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურა ქართველების სახით გვეყოლება როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში. და თქვენს ამ სიტყვას დავასრულებ ამ სიტყვით, რომ ძალადობით სიკეთეს ვერ შობ. ვერც შემთხვევაში. ვერც შემთხვევაში. ძალადობით შობ ძალადობას, ეგ არის. კი ბატონო, ეს ფაქტი სახეზე გვაქვს ჩვენ. ძალადობა დავიწყეთ, მივიღეთ ძალადობა. კი, დაგვიბრუნდა ძალადობა. დაგვიბრუნდა ძალადობა. ხო? დიახ. ბატონო დრისთან საქართველოს გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაცია, ახალი ინფორმაცია. ჩეხი აქტივისტი იგორ ბლაჟევიჩი, რომელიც არის საქართველოს უდიდესი, ასე ვთქვათ. უდიდესი თუ არა, არც ნაკლები მტერი. არის კოლაბორაციაში ოპოზიციასთან, ჩვენ ასე ვთქვათ, ლიბერასტულ მხარესთან და ასე ვთქვათ, ემზადებიან ძალიან დიდი არეულობისათვის. მოგეხსენებათ 17 მაისის ახლოვდება. თქვენ ახლა ჩეხი ლიბერასტი თქვენ ძალიან ბილად თქვით ახლა აი რაც თქვით ბილად მასთან მიმართებაში ეს არის დაუძინებელი მტერი საქართველოსი. ნუ რასაც ვფიქრობ ამას ეთერით ვერ ვიტყვი. დაუძინებელი მტერი ეს არის გათახსილებული ლიბერასტი ყველაფრის მკადრებელი. ეს ადამიანი ჯერ არ უნდა შემოიშვას საქართველოში. და რატო შემოუშვეს საქართველოში? რისთვის შემოუშვეს? როცა შენ იცი რომ ეს ადამიანი არის საქართველოში იმისათვის რომ შენ უნდა დაგამხოს. თანამად პირდაპირ გეუბნება ტელეეკრანების საშუალებით, ხო? და უკვე ღიად მუშაობს, გაიგე და მიდის გაქანებული მუშაობა, გეგმები, ტრეინინგები, ხალხის მომზადება, იმ ტვინგარ გამორეცხილი ადამიანების მომზადება, რომელა ტვინ გამორეცხილ ადამიანებს უნდა გამოვიდნენ ქუჩაში, გაიგე? და ზოგმა ისა ტალახი უნდა გესროლოს, ზოგმა ტყვია უნდა გესროლოს და ზოგმა რა ვიცი რა უნდა გესროლოს, გაიგე? და ამას შენ ხელს უწყობ. აი კიდე დავიწყოთ, მოდი ყველაფერი. შენ რა საკეთებ ხელისუფლება ამ შემთხვევაში? და რატომ არ ღებულობ შესაბამის ზომებს? რატომ? მე ახლა უგუსმენდა ხედავ და ცოტა აზაც ხდება, გაიგე და პირდაპირ ღია მოწოდებები არის იმისათვის რომ დაამხონ ეს ხელისუფლება. და არ დაგავიწყდეს ბატონ დრისთან რომ იგორ ბლაჟევიჩი სულ რაღაც 4 დღეა რაც უკვე თბილისში იმყოფება. გამარჯობა, შედი მე რატომ ამ 4 დღის განმავლობაში რამდენი რამე მოასწრო ამ ადამიანმა ხო უყურებთ? და მხოლოდ გუშინ გავრცელდა რომ ის აქ არის. ხო, რამდენი რამე მოასწრო უკვე. მოსწრებას ასგეუდებით, იცი, უკვე მუშაობს ეს ადამიანი უკვე. დიახ. მუშაობს ატარებს ოპოზიციას. მუშაობს უკვე. ამზადებს უკვე ოპოზიციას, ხო? ეხლა აქ ორი ვარიანტი, უნგრეთის ვარიანტიო, გაიგე. ეხლა უნგრეთის ვარიანტი სხვა რეალობაში იყო უნგრეთი, გაიგე. ეხლა გამოდიან უკვე და თვითონ ეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დღეს არის მარტო დღემდე ვერ წარმომედგენა ჯერ რატომ არის ეს პოლიტიკურ ველზე. რა საკეთებს ამდენი ხანია საკონსტიტუციო სასამართლო და რატომ ვერ განიხილეს წულუკიანის კომისიის მიერ შეტანილი სარჩელი და რატომ არ გააუქმეს ეს პარტია? რატომ უწყობთ ხელს ხალხო გამაგებინეთ ერთი რა გინდა თქვენ ვერ გავიგეთ? თუ გინდათ რომ გადააბაროთ ხელისუფლება, მაშინ გვითხრით. და არიან საქართველოში მოიძებნება ადამიანები, პატრიოტი ადამიანები, ნამდვილი ქართველები, რომლებიც გადაიბარებენ ხელისუფლებას და პატრიოტულად გაუძღვებენ ამ ქვეყანას და ჩვენ თქვენ ნაციონალებზე და იმ ხროვაზე და იმ ლიბერასტებზე მაგის უფლებას და მაგის გადაბარების საშუალებას არ მოგცემთ. აბა გაბედეთ ერთი და 17 მაისს გამოდით ქუჩაში. იქ მთელი საქართველო გამოვა. იქ მთელი საქართველო ვიქნებით. როგორც ვიყავთ მთელი საქართველო პატრიარქის დაკრძალვაზე და პანაშვიდებზე, ისე ვიქნებით პატრიარქის მიერ დამწესებულ დღესასწაულზე 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე არის და ვიქნებით მთელი საქართველო გამოსული. აბა გამოდით და ერთი გამე გაბედეთ. თუ აშკაცები იყავით და თუ მაგარი და მართალი ადამიანები იყავით, მართალი ადამიანები, ჯერ ჩვენ როგორ ხართ ასეთი სულ წაწმენდილები, ნაციონალებო, თქვენ სატანისტებო, გამოდით ბოկუჩავა და კობახიძე იყო დამძალავი კომისიის თავმჯდომარეო და ჩვენო არ მოგცავო იმის საშუალება რომ იქ მისულიყავითო იმას პატრიარქეს პანაშვიდებზე და სულაზე. ჯო, იქ მთელი საქართველო მოდიოდა, გაიგეთ, თქვენ რა ნამუსით უნდა მოსულიყავით იქ, როცა მთელი საქართველო გამწარებული და გაუბედურებული ხავთ. და რა შუაშია კობახიძე? თქვენ რა გინდათ, იცი? თქვენ გინდათ სამთავრობო იმაში იქ საშვები მოეცა თქვენთვის და პატრიარქს იქ დადგომოდით თავზე, როგორც ეს გათახსირებული, ეს ზუკნა
გიული ალასანია შეათრიეს იქ იმით ზიპლიპიტუებით გაიგე და ვინც შეათრიეს ჩვენ კარგად ვიცით ხო ისე გინდათ თქვენ სამარცხვინოება გაიგე და მოგეჭრათ თავი მთელი საქართველოსთვის მაგრამ ვერ მოგართვეს გაიგე თქვენ ხართ ზუყნები ქუჩა მოწანწალეთ ზუყნები და მტრები ამ საქართველოსი გაიგეთ რაშია საქმე და 17 მაისი არის ის დღე სადაც გამოვა ნამდვილი ქართველი და არაქართველი ადამიანი ვისაც უყვართ ოჯახი ცოლი, შვილი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ეს ქვეყანა და წამს ეკლესიის, წამს ღმერთის, წამს ბერის, წამს ეპისკოპოსების, მდლების და ამ ცხოვრებით ცხოვრობთ, გაიგე? აი ეს ხალხი გამოვარ ჩვენ ქუჩაში. დავდგებით ჩვენთან მას და ვიზეინებ. და არა თქვენ ლიბერასტებო. და გარყვნილების ცხოვრებით მაცხოვრებულ ადამიანებო. ერთმანეთის ცოლებს უგურებთ, ერთმანეთის ლოგინებში, გაიგე? და ერთმანეთს ხანდახარო წამოალდებით ხოლმე, გაიგე და გარყვნილობის ცხოვრებას ვეწევით. აი თქვენ ეს ახართ. და თქვენ ამ ცხოვრებით დიდხანს ვერ იცხოვრებთ. არ მოგცეთ მაგის საშუალებას და არ მოგცეთ იმის საშუალებას, რომ თქვენ ასეთ იმას ვიღაც ჩეხს და ფრანგ და გერმანელ და ინგლისელ და კიდევ ვიღაც ლიბერასტებს და იმას აგენტებს ეს ქვეყანა გავაკვნევიოთ. არც ეს შემთხვევაში. ჩვენ ველოდებით ახლა აბა ხელისუფლება რასიზმს და რაზომებს მიიღებს ამ ჩეხთან დაკავშირებით, რომ ესეც გავს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს რო ჩადის. დანსა გამოიძახებენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ანამ ჩეხს მოკიდებენ ხელს და დაადეპორტებენ და გააგდებენ საქართველოდან. ასეც უნდა გააკეთოს. გააკეთოს და ბოჭორიშვილის უწყება. მას რატო რაკეთებს ბოჭორიშვილის უწყება ამას რომ ამ ჩეხთან მიმართებაში რაღაც გამკვეული საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს იმას, რა ქვია, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოს, ან და იმ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხო? რაღაცა ზომები უნდა მიიღოს, ხო? მე სპეცსამსახურებმა რატო ზიან ასე და რატო კიდევ ელოდებიან ნუ შეიძლება რაღაც გამკვეული ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეოს. მე ამას ახლა არ გამოვრიცხავ. იმიტომ რომ მე ვიცი ახლა მაგათ სპეციფიკური მუშაობები, მაგრამ პოლიტიკური მხარე რატომ არ გაჩერებული და პოლიტიკური მხარე რატომ არ ეხავს პოლიტიკურ განგაშს. იმასთან დაკავშირებით, რასაც ახლა უპირებენ მათ და რა ესე იგი პროვოკაციებს უნდა მათ მოაწყო. ძალიან ცუდი ზაფხული გველოდება, იცოდეთ, თქვენ მაისიდან. ესენი ასე იმათ ხო იცით რომ არ გაჩერდებიან და ყველაფერს გააკეთებენ და ყველაფერს გააფუჭებენ იმისთვის რომ ეს ქართველი ხალხი და საქართველო დააზარალონ და მიხედით ამას ყველაფერს. კიდევ გეუბნებით. თუ გამევიდა ქართველი ხალხი ქუჩაში და ნახეთ თუ ქართველი ხალხი საქართველოს მოსახლეობა მე მარტო ქართველებზე არ მაქვს საუბარი არიან აქ აზერბაიჯანებიც, სომხებიც, ოსებიც, აფხაზებიც, უკრაინელებიც, რუსებიც, ბელორუსიელებიც, იეზიდებიც, ქურთებიც და ასე შემდგომ რა ჩვენ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში რომლებსაც გული ტკივათ ამ ქვეყანაზე და რომლებსაც მოძებთ ის ისტორიული ცხოვრება, რომელი ისტორიული ცხოვრების საფუძველზეც ჩვენ ერთად ცხოვრობდით უყოლა და ვერ მე არ მაგალითად ჩემს ახალგაზრდობაში და ჩემს ბავშვობაში არ გამიგია რომ შენ ოსი ხარ, შენ ქართველი ხარ, შენ აფხაზი ხარ, შენ იეზიდი ხარ, შენ ქურთი ხარ, შენ რუსი ხარ, შენ უკრაინელი ხარ, შენ ებრაელი ხარ და ასე შემდგომ. ეხლა ერთი ოჯახები ვიყავით უყოლა გაიგე. რა თქმა უნდა. ხო? და ახლაც არის ეს კაცო, ახლაც არის. ეხლაც აგვაქვს ჩვენ შენარჩუნებული ეს ყველაფერი, ხო? და გამოვართ ჩვენ ქუჩაში, მე და რაფერ გამოვართ დაგანახეთ. და გამოვართ ის რაოდენობა ვთქვათ, გამოსულით პატრიარქის სამძიმრებზე და დაკრძალვაზე და აი ნახავთ მე რას უძავთ ამ ჩეხების და ფრანგების და ინგლისელების და გერმანელების დატრეინინგებულ სულწაწმენდილ სექტანტებს, რომლებიც დღეს პირდაპირ ჩვენ ქვეყანას ზურგში მახვილცებენ. ეს არის ის ჩეხი, აი ბატონო კოტე, რომელიც ჩეხის ახლა თქვენ მე მითხარით და იგორ ბლაჟევიჩი. დამიშვით შეკითხვა, ხო? მაგრამ მე იმედი მაქვს იმისა, რომ სპეცსამსახურები ამას ყველაფერს ამის კონტროლს უმაღლეს დონეზე აიყვანებენ და არ მიცემენ იმის საშუალებას, რომ ამ ჩეხმა და სხვა დანარჩენმა ინსტრუქტორებმა და სხვა დანარჩენმა კურატორებმა არ იფარფაშონ ამ ქვეყანაში და არ მიცენ მათ იმის საშუალება, რომ ის ლოკალიზებული კერები მათმა გააღვივონ და ამ ლოკალიზებული კერების საფუძველზე მათმა დაანთონ დიდი კოცოდი. დიდი კოცოდი თუ დაენთო, თქვენ მე მის დაკრობას ვერ შეძლებთ, იცოდეთ, ვერცეთ შემთხვევაში. ამათ ისე ყავთ დღეს ხალხი მოტყუილებული და დაბოლებული, თქვენი მომხრეებიც კი, რომლებად თქვენ ხმები მოგცეს, ისინიც კი თავის ჭკუაზე გადაიყვანეს. აი ამ დონეზე გამოურეცხეს ტვინი ადამიანებს თავიანთი ბინძური
პროპაგანდის და იდეოლოგიის საფუძველზე. 24 საათი, 3 წელი არხი, 4 წელი არხი თუ 5 წელი არხი თქვენ წინააღმდეგ მუშაობს. აი თქვენ წინააღმდეგ. და ამით ისინი ახერხებენ და ხალხს, რომელი ადამიანების დღეს კიდევ რაღაც თავს იკავებენ, თქვენ წინააღმდეგ მართავენ. სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ და ყველაფერი გააკონტროლოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ქაოსი და არეულობა. და მარია ზახაროვას განცხადება, ის განცხადება არ გეგონოთ თქვენ ის განცხადება, რომელიც განცხადებას ასე უნდა გაატაროთ, რა იგე? არც ხუმრობა არ იყო მისი განცხადება, ეს იყო რეალობა. ხო, იმად გასაგებად თქვა ყველაფერი და მე მაგალითად ძალიან კარგად გავიგეს ყველაფერი, გაიგე? რომ თქვენი სიგნალი არის იმისა, რომ ცოტა ჭუაზე მოდით და აზზე მოდითო, გეუბნება ეს ადამიანი. მარია ზახაროვა კი არ გეუბნება, პუტინი გეუბნება თამას, თქვენ. და ეს გააკეთეთ. რა, ლუკაშენკო ნახეთ, ჩადით ბელორუსიაში, ერთი ჩადით, ნახეთ, როგორი ცხოვრება არის და როგორ ცხოვრობს დღეს ბელორუსია, გინ ეკონომიკურად, გინ პოლიტიკურად, გინ დემოგრაფიულად და გინ სოციალური თვალსაზრისით და განათლების კუთხით და მედიცინის კუთხით და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ჩადით. იცი რატო ცხოვრობს ასე კარგად? რატომ არის ასე? პირველი რომ მთელი მისი პროდუქცია და მისი ქარხნები მაქსიმალურად არის მუშაობს ყველაფერი აბსოლუტურად, ყველა ქარხნები, ყველა ფაბრიკები და არის რუსეთის ბაზარი. აგერ გვერდით, სადაც მთელი მისი შექმნილი პროდუქცია იყიდება რუსულ ბაზარზე და ძლიერდება ამით ეკონომიკა. აქედან ამის გარდა კიდევ ამ ცოტა ხნის უკან, რამოდენიმე თვის უკან მიიღო უზარმაზარი უსაფრთხოების ქოლგა, სადაც რუსეთმა პირდაპირ გადაცა ბირთვული კობინები და განათავსა ბელორუსიის ტერიტორიაზე. აი ახლა უკვე სხვანაირად ელაპარაკებენ ამ ადამიანს. ჩვენ ბირთვული კობინა კი არა, ბიჭო, ლაგადგა არა გვაქვს, ლაგადგა ისა რომ რაღაცა იქიდან წამოსული პატარა უმნიშვნელო ფოტოგრაფების დრონი ჩავუვამდოთ. აი ამის ის არა გვაქვს საშუალება და სხვაზე აზიას საუბარი. გადაწყვეტილება მიიღეთ სწორი და სწორად მიყევით თქვენს დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებას, რომელი პოლიტიკური ცხოვრებაც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის წაკოჭლებული, ხალხი გენდოთ, ხალხმა ხმა მოგცათ, ხალხი თქვენ გიყურეთ და ხალხის ნება აღასრულეთ. ეს არის გასაკეთებელი აუცილებლად და არა ევროკავშირში გავწერიანდებით, ნატოში შევალთ, აქ ეს იქნება, ეს ასე აქ იქნება, ასე იქნება, ისე იქნება. ტყუილი ეს ყველაფერი. არაფერი არ იქნება. უარესობის იქნება ყველაფერი თუ ასე გააგზავნებთ ყველაფერს. და ხალხის ხმა მიიღეთ. და ხალხის მოთხოვნა, ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს. მე ლიბერალურ იმაზე არ მაქვს საუბარი, საზოგადოებაზე, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს და ისინი დაღუპეს და ჩაძირეს უკვე ბოლომდე. ასია ბატონო კოტე საქმე და ამ მდგომარეობაში ვარ დღეს. კარგით, ბატონო რეis, ან მაშ დაველოდოთ მაისისთვის დაწყებას და ვნახოთ რა როგორ დაიწყება მაისიც, ხელი მაისი და ოპოზიციის ციებ-ცხელება, ასე დავარქმევ და შეძლების დაგვარად, მოვლენების განვითარების შესაბამისად უკვე კიდევ მოგიწევთ ჩემს ეთერში. ოპოზიციის ციებ-ცხელება ისე დაიწყება, რომ ვეღარ გამოვლენ მაგ ციებ-ცხელებიდან. იმედი მაქვს. ასე იქნება მათი ბოლო ცხოვრება. კარგით, ბატონო რეisთან გადაგვიცილდა ჩვენ დროს და წინ კიდევ ბევრი გადაცემები უნდა გავიდეს და ჯობია ვაცადოთ მათაც ეთერში ყოფნა. ჩვენ კი მე პირადად დავბრუნდები უკვე ზეგ 4-შაბათ საღამოს 8 საათზე ისევ ეთერში და ბატონ რეისნას კი ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი ეთერში მონაწილეობისთვის და გადაცემაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მადლობ თქვენ მოწვევისათვის. კარგი დროებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შევხვდებით ტრადიციულად ზეგ 4-შაბათ საღამოს 8-ზე ტელე პლუსის ეთერში გადაცემაში ანალიზის დროებით.